თეოსკენ. თეო, მოგესალმე. თეო ცუცქირიძე შემოგვიერთდა. მისი კომპეტენტური აზრები უნდა მოვისმინოთ ხა ლაბუბუსთან დაკავშირებით, მაგრამ იქამდე აუცილებლად უნდა გითხრათ რა არის ეს ლაბუბუ. მე ყოველ შემთხვევაში დღეს გავიგე, როდესაც ამ თემას ვეცნობოდი, ყოფილა ასეთი რა, ფუმფულა არსება, ძალიან ჩამორჩენილი ვარ, არ ვიცოდი ლაბუბუ მართლა. კი. ჩამორჩენილი ყოფილა. ფუმფულა არსება, მახვილი კბილებით და დიდი თვალებით, რომელიც ილუსტრირებული წიგნის გმირიდან ბევრი საკვიატებად იქცა, მას მილიონობით სტატია თუ TikTok ვიდეო მიეცნო პეკინიდან ლოს-ანჯელესამდე აღარ დარჩა სათამაშოების მაღაზია მართლა ჩამორჩენილი ყოფილა თუ ამ ხელა გეოგრაფია სადაც ის ერთხელ მაინც არ მოუკითხავთ ალბათ თუ მიხვდებით ნუ პრინციპში მიხვდით უკვე რაზეც არის საუბარი თუმცა ამის შესახებ თეო ციცხვირიძე გვეტყვის ძალიან ბევრ საინტერესო თემას თეო ახლა უკვე ოფიციალურად მოგესალმე მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუდიის და განცემის სტუმარი რომ ხედავ პირველ რიგში ამ სივრცეში და მოკლედ შეიძლება ითქვას რომ სოციალური ქსელები წალეკა იმ ვიდეოებმა სადაც ადამიანებს ხელში სწორედ ლაბუბუ უჭირავთ აბა თეო და ლაბუბუ რა სათამაშოა შუადღემშვიდობის თაკალაშა მივესალმები ჩვენს მაყურებელს თქვენს მიერ ჩამოთვლილ ეპითეტებს ასე ვთქვათ დავამატებ კიდევ რამდენიმეს ზოგისთვის ლაბუბუ არის ძალიან საყვარელი ზოგისთვის არის შიშის მომგვრელი მას ხვდებით ფაქტობრივად ყველგან ქართველი თუ უცხოელი რიგითი თუ ცნობილი ადამიანის ჩანთაზე, მანქანის აქსესუარად, მისაღები ოთახის დეკორაციად თუ სოციალურ ქსელებში, როგორც თქვენ აღნიშნეთ და უცხოურ პრესაში, სხვათა შორის ბევრი გავლენიანი გამოცემა ამ პერიოდს, როდესაც ლაბუბუ გახდა საინტერესო, მოიხსენიებენ როგორც პლუშის სათამაშოს პანდემია, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, ვიდრე გაგაცნობთ ლაბუბუს შექმნის ისტორია, უпростоრეთ ვიდრე ვისაუბრებდით იმაზე თუ რას ამბობენ უცხოელი ფსიქოლოგები, ჯერ მინდა პირველ რიგში გაგაცნოთ ლაბუბუს, ასე ვთქვათ, შექმნის ისტორია. ლაბუბუ წელს გახდა განსაკუთრებით პოპულარული, თუმცა მას გაცილებით დიდი 10 წლიანი ისტორია აქვს, ვიდრე ის გამოვიდოდა ანუ 10 წელია ეს ამბავი არის და ჩვენ სხვა ფორმით არსებობდა აქამდე. ვიდრე ის სათამაშოს ფორმით გამოვიდოდა, მას თავის დროზე სულ სხვა ფუნქცია ჰქონია. არტისტმა ჰონკონგიდან კეისინგ ლანგმა 2015 წელს სკანდინავიური მითოლოგიური პერსონაჟების ინსპირაციით შექმნა გრაფიკული ნოველები. ამ ნოველების მთავარ პერსონაჟებს კი უწოდა ლაბუბუ. ლანგი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ჩინური სათამაშოების მწარმოებელ კომპანიასთან პოპმარტთან. და კომპანიამ ლანგის პერსონაჟებს სხვა დანიშნულება მოუძებნა და ნებართვა აიღო, რათა არტისტის მიერ დახატული ილუსტრაციებით შეექმნათ სათამაშოები. მართალია ლაბუბუ, როგორც უკვე გითხარით, გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა 2015-2019 წლებში ევროპაშიც, აზიაშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, თუმცა მას განსაკუთრებით დიდი წარმატება მოუტანა ტაილანდელმა პოპ-ვარსკვლავმა ლაისამ ანობილმა, რომელიც ასე ვთქვათ, პირველი იყო, ვინც ჩანთის აქსესუარად გამოიყენა ლაბუბუ. ეს ბოლო წლ, ანუ 2025 წელს კი ბატონო, 2025 წელს მან სოციალურ ქსელში ატვირთა ჩანთა, რომელზეც ჩამოკიდებული ჰქონდა ლაბუბუ და რა თქმა უნდა, ბუნებრივი არის, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია მის, ასე ვთქვათ, სოციალური ქსელის მიმდევრებში. შემდეგ იყო უკვე პაპარაცებმა შენიშნეს ლაბუბუთი რიანა, დუალიპა და სხვათა შორის ბექემების ოჯახიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. შეიძლება მალე ლაშა-დვალიშვილიც ვიხილოთ. არა, დიდი მადლობა. ისეთი სიყვარულის აიჟღერებს. ამ სათამაშოს მე მგონი ბავშვური მარტო სახელი აქვს. მე რასაც უყურებ ყოველ შემთხვევაში საერთოდ ვერ ხვდები რატომ არის ეს ტენდენცია რომ რაღაცა გაურკვეველი სახე და საშიში სახე უნდა კონდეს იგივე კბილები თქვათ ლაბუბუ თუ მე მეჩვენება და არ არის საშიში. ამიტომ დაიწყო ასე საუბარი თეომ რომ ვიღაცისთვის საყვარელია, ვიღაცისთვის საშიშიო და ალბათ გემოვნებაც არაერთგვაროვანია ადამიანების და შეფასებებიც და არ ვიცი მე ხოჭერს არ ვიცი რა ვფიქრობ ჯერ სენტიმენტები არ მაქვს მის მიმართ ალბათ იმიტომ რომ ჩემ შულს არ აქვს ინტერესი ლაბუბუს მიმართ ჯერჯერობით და ბოლო ჩინურია ჩინეთში დაიბადა ეს კი ბატონო ჩინური არის და შემდეგ როგორც გითხარით უკვე მარტო მე არ ვიცოდი როგორც აღმოჩნდა პლანეტაზე კი ბატონო ვიდრე ფსიქოლოგების დასკვნაზე გადავიდოდა თუ რატომ არის ასე ვირუსულად გავრცელებული ერთ საინტერესო ფაქტი შემოხვდა კიდე უცხოურ მედიაში პოპ მარტს იმ
მაღაზიას, რომელიც აწარმოებს ლაბუბოს, მოუწია ლონდონში 16-ვე მაღაზია დაეკეტა მომხმარებლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რაც არ უნდა ღიმილის მომგვრელი იყოს, ასე ვთქვათ, და დაპირისპირების მიზეზი იყო ლაბუბო, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რიგებში დგანან ადამიანები საათობით, რომ შეიძინონ ლაბუბო. და თქვენის ნებართვით მინდა პატარა ექსპერიმენტი შემოგთავაზოთ და სხვათა შორის ლაბუბოს ასეთ პოპულარობას განაპირობებს მისი შეფუთვაც, რაც მე ვფიქრობ მე მგონი არნიშნის რა იდება შიგნით, ხო? მომხმარებლებმა ვიდრე ყიდულობენ ლაბუბოს, არიციან რა ფერის ლაბუბო და შიგნით. თაკო შენი აზრით რა ფერია? არ ვიცი, შეიძლება ლურჯი. რა ფერია? რამდენი ფერია? რამდენი ფერია ხო მოდი ესე? თითქმის ყველა ტონალობაში არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ რამდენიმე ფერიდან მოგვიწევს მე ვამბობ არჩევა. რომ ლურჯი ამოვა. ლაშა, მოდი შენ გახსენ. მოდი. მე არ თქვა რა ფერია? კი, თქვი. მე ოში რა თქვი? რა თქვი? სიყვარულის ისტორია ასე დაიწყო. რა ფერი თქვი? მე ლურჯი ვთქვი. მე ვამბობ პირველს, რა ფერია? წითელი. მეც აბა ვინ გაიმარჯვეს? ესეთ მარკეტინგული ხრიკია, იქნება ბავშვს მინდა ვაჩუქო, რომელსაც წითელი მოლოდნელობის ეფექტია, მაიძი მე იმედგაცრუებაც ხომ მე იმედგაცრუება, შენც იმედგაცრუება გაქვს. კონცერტს არ გაგვიმართ. ჭრელი. ვარდისფერები. ვარდისფერია სამნისფერი. გასაღებზე დაიკიდე და ესეც არის ახლა ლაშა, ეხლაც არ მოგეწონა? ბაჩუქოთ ლაბუბუ ლაშას. ლაშა და ლაბუბუ. გილოცა. ნახე რა საყვარლები. პირველში გამარჯობა გენეც. არა, ეს დილით რო ნახე შერბა გული გამის. რა სერჩიო, ძალიან კბილები, ერთადერთი კბილები თორე დანარჩენი ფანტასტიკური. დანარჩენი მაგარი. შენს ხო გიყვარს ბუზღუნი და მე მგონი ამ პერსონაჟსაც უყვარს ბუზღუნი და ჯუჯღუნი და მოუხდებით ერთმანეთს. სახე ეგეთია. თეო ფსიქოლოგების აზრი გვაინტერესებს, მაგრამ ემთხვევა თუ არა ამ შემთხვევაში ჩემი და ფსიქოლოგების მოსაზრება ერთია. კი ბატონო, სხვა შორის ფსიქოლოგები იმაზეც საუბრობენ, რომ მარკეტინგულად ძალიან სწორად გათვალა, ასე ვთქვათ, პოპ-მარტმა, იმიტომ რომ არიციან მომხმარებლებმა რა ფერის არის ლაბუბო, ვიდრე არ შეიძენენ. ამის დავხოცეთ ერთმანეთი რა ფერი ამოვიდოდა. მაგალითად, ერთ-ერთი ფსიქოთერაპევტი, რომელიც არის ბრიტანელი, ის ამბობს, რომ ადამიანის მიმართ ასეთი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ ის არის ძალიან ტრენდული და ნაკლებად არის ხელმისაწვდომი და მოგეხსენებათ ადამიანებს გვახასიათებს ხოლმე ისეთ რაღაცეებისკენ მიდრეკილება, რაც ჩვენთვის არ არის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომი მარტივად ფასიდან გამომდინარე. კედლებში მხოლოდ ლაშას ექნება ლაბუბუ. დასაგებია ეს ერთი მოსაზრება, კიდევ რას ამბობენ? შემდეგი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ის ვიზუალურად არც თუ ისე კეთილად გამოიყურება და საყვარლად გამოიყურება ბევრი ფსიქოლოგის აზრით და შესაბამისად ბევრ ადამიანს უჩნდება ემპათია მის მიმართ, რომ შეიძინონ და ესეც რაღაცა მარკეტინგულ გათვლად მიიჩნევენ ამასაც ფსიქოლოგები. რომ არ დაიჩაგროს ლაბუბუ. და გული არ ეთკინოს. და სხვათა შორის მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ისეთივე პოპულარულია ლაბუბუ მოზარდებშიც, უბრალოდ ზრდასრულ ადამიანებში და როგორც მოზარდებში ასევე და სხვათა შორის ბრიტანელი ფსიქოლოგების მოსაზრებით ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ზრდასრული ადამიანები თითქოს ამ ლაბუბუს ტარებით უკავშირდებიან თავიანთ შინაგან ბავშვს. ბავშვს, კი, ეს ესეთი კარგი არგუმენტია, შეიძლება ითქვას. სხვათა შორის ლაბუბუს აი კეთილი ვარიანტი ჩემ ბავშვობაში იყო მულტფილმის ერთი პერსონაჟი და მე იმას ვამსგავსე. ჩიბურაშკა? მოდ ქართულად არ ვიცი რა ქვია. კარგი, თეო, ძალიან დიდი მადლობა. ამ ლაბუბუს გვიტოვებ თუ მიგა? არა, შენ გჩუქ. პირადად ჩემია. კი, გასაღებზე დაიკიდეთ. ლაშამ და ლაბუბუმ გაიცნეს ერთმანეთი და შესაბამისად დღეიდან ჩვენი ურთიერთობა აბსოლუტურად სხვა ეტაპზე გადავა. ჩემო ტრენდულო, ლაშა.